ეხლა ვიმყოფებით თბილისი მერიოდში, სადაც იმართება მეგა დაჯილდოვება ოქროს არწივი, რომლის დამფუძნებელი და ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ბესო ჩუბინიძე, ჟურნალისტი, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზატორი. ეს ღონისძიება ეძღვნება ილია მეორის, ჩვენი პატრიარქის და თემურ ციკლაურის ხსოვნას. ეს ის არის, რაც ალბათ ჩემთან ერთად იმ ადამიანებსაც ახარებს, ვინც აქ შეიკრიბა და თქვენ ხედავთ დარბაზში, ეს არის ის კატეგორია, ის ადამიანთა ნაკრები, ვისაც ეთქმის სიტყვა ერთი და ყველაზე მსუყე. მადლობა ქვია ამ სიტყვას. მადლობა ჩემიდან, თქვენიდან გადამხდილი არა. მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ხალხი, რომელსაც ეფერება ყველა ჭკუაზე მყოფი ქართველი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ამ ადამიანმა შექმნეს ეპოქა, რომელიც ჩემ და სამწუხაროდ აღარ განმეორდება, მაგრამ თაობა, რომელიც ახლა მოდის, ამ წარსულისგან უნდა ისწავლოს აწმყოში, როგორი უნდა იყოს მომავალი. ეს არის ოქროს არწივის მთელი რაც გინდა სლოგანი დაარქვით და გინდა პრეამბულა და რაც გინდათ ის დაარქვით. იმიტომ რომ ამ ღირებულებებით გაზრდილი ხალხი იქნება დედამიწის ზურგზე ყველაზე მაგარი ქვეყნის შვიდობის წალკოტის, ანუ საქართველოს შვილი მომავალში და ამიტომ არის რომ ვეფერებით ამ ხალხს. და ეს მოფერება მათ რო სიამოვნებთ, ესეც ხომთავარე, ჩვენ რო გვსიამოვნებს, ეს არის კიდე მე მგონი ყველაზე ღირებული, იმიტომ რომ ჩვენ გვიხარია ამ ხალხის მოფერება. ხალხი, რომელიც ღირს, რომ გადაუხადოთ მადლობა. ებული და ასე შემდეგ. სიტყვა წარმატებული აქ ყველაზე პირობითია, იმიტომ რომ ჩვენი განსაზღვრების სკალა ერთ სიტყვაზე გადის. ამ სიტყვას ქვია ადამიანი. და ძალიან დიდებულათა სიმღერა. სხვა სიმღერა ასეთი პოპულარული ალბათ არ გახდებოდა, ვერ გახდებოდა. ამიტომ მე მადლობას ვცირავ მის სულს, რომ ეს სიმღერა დამიტოვა და დაუტოვა ხალხს, ქვეყანას, ისტორიას დიახ და მადლობა თქვენ რომ გაგახსენდით. როდის დაგომეწდი რომ მინდა დღეს ოქროს არწივის დაჯილდოების ცერემონიალი პატივს მიაგებს უწმინდესის ხსოვნას. მადლობთ. და ბატონო ლევან, თუ შეიძლება თემოს ის ვიდეო, რომელიც ჩვენ პატრიარქთან ერთად ასეთი განცდა არასოდეს ვქონია. იმიტომ რომ ჩვენთან ერთად უბრალოდ იმ ადამიანების გვერდით ჯილდოვდები, ვიზედაც მთელი ცხოვრება ადამიანებმა სწორება უნდა გააკეთოს. მადლობა თქვენ, ჩემო კარგებო. ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. მრავალი ჯილდო მიმიღია მე. ხორავას პრემიის ლაურეატი გახლავართ ვასო ვაშიძის, ვასო გოძიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ხალხს მივიღეს შესაძლოა. ვაჟაფშაველას ბახტრიანს ვკითხულობ თავიდან ბოლომდე და ამით დამაჯილდოვეს ვაჟას. დღეს კიდევ ეს ახალი ჯილდო. ბევრი ჯილდოები მოგიღებული. რა ვიცი ახლა რამდენად ვიმსახურებ. იმსახურებთ ნამდვილად. დღეს ძალიან დიდი პატივია გახარებული ვარ ძალიან დღევანდელი ჯილდოთ. და იმ დაფასებით, რომელიც მე ასე ვთქვი განვიცადა დღეს. ხო, ძალიან ვინერვიულე. ბევრი ვინერვიულე იმასთან დაკავშირებით, რატომ შეჩერდა ჩემზე არჩევანი. და აი ახლა როდესაც დასახელდნენ ეს ადამიანები, ვინ იყვნენ მონაწილეები და ასე შემდეგ, ახლა მივხვდი რომ არც ერთ მათგანს არ უცხოვრია ჯილდოსთვის, ისევე როგორც მე. არ უშრომია ჯილდოსთვის. ისინი უბრალოდ აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და ეს ჩემთვის ძალიან ღირსეული და ძალიან მნიშვნელოვანია. და ნებისმიერი ჯილდო ეს არის ძალიან დიდი ტვირთი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის წინაშე.
მე ისედაც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას და არასოდეს არ გავურბოთ იმას, ისე როგორც ეს არაჩვეულებრივი კოჰორტა ადამიანების, რომლებიც დღეს არიან დაჯილდოებული და ნომინირებული. დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ არჩევანი ჩემზე შეჩერდა. რუსთავში გაზრდილი, თბილისში ცხოვრები, მაგრამ თემ საქართველოში და ქვეყნის ყველა სოფელსა და კუთხე კუჭულში ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით მოწანწალე ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყნის ნებისმიერი კუთხე და კუჭული. მაგრამ ქართველო მამა ჩემო და იმერელო დედა ჩემო, თქვენ იცით რომ მე განსაკუთრებით ესპრესო მინაშვილს მოეწონება, ხო როგორ მიყვარს კახეთი იცით ხო და ჩემი დიდი პატივისცემა ყველაფერ კახურს ზოგადად შემეგრელებს არ გეწყინოთ ქალბატონო თამა ჩემი დიდი პატივისცემა თქვენისადაც ჩემიანებით ისე როგორც არც ერთ ქვეყანას, მაგრამ ეს ისე დავიწყო უბრალოდ რაღაც გამახსენდა, თორე არაფერ შუაში არ არის იქაც და რომლის სახელ და გვარიც ახლა უნდა გამოვაწყდეს, საერთოდ არაფერ შუაში არ არის. 1982 წლიდან ის არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 96 წელს გავიცანი, მას ზუსტად ვიცი რომ არ ემახსოვრება ეს. ეს მოხდა უბრალოდ 96 წელს მან გააკეთა ეს ორგანიზაცია, სათავეში ჩაუდგა ხელოვნების საკმაწერო ცენტრი გახსნა ართოლი. ეს შორეული 90-იანები იყო და თუ არ ვცდები 2000 წელს რაღაც ღონისძიება იმართებოდა სპორტის სასახლეში აღარ მახსოვს, დიდი თავყრილობა იყო და მაშინ ჩემი პატარა ვაჟკაცი 5 წლის იყო, ბაჩო ჩუბინიძე, ემიგრანტია დღეს. რაც ყველაზე ძალიან ამბობდა მისი ემიგრანტობა იყო, მაგრამ რომ ასვიზავთ, იქიდან ემსახურება თავის ქვეყანას და ჩემი დიდი პატივისცემა კიდე როგორც წესი ასეთი სიმბოლური დატვირთვა ყოველთვის ჩემს სიტყვას, ყველა ემიგრანტს. და მაშინ ეს პატარა ბიჭი გამოვიდა სცენაზე და იმღერა ერთ სიმღერა ქონა, არ ჩემ არც გახსოვთ, შენ გაგოცებ, გაგაოცებ და თავის პერიოდში 2000 წლების დასაწყისში ხო ხი. ამ ბავშვმა რო იმღერა ეს სიმღერა, ხო? ვერცხლის წყალები დარბოდა სცენაზე და თვალებიდან არ ამოდის ამის ვიდეო კადრიც მაქვს. რომ ჩამოვიდა სცენიდან, ეს ადამიანი მიეახლა ამ პატარა 5 წლის ვაჟკაცს გულში ჩაიხუტა, აკოცა, მოეფერა, რა ვიცი და მე რო შევხედე ვინ იყო ეს კაცი ძალიან გამიხარდა. ეს იყო თუ არ ვცდები 2000 ან 2001 წელი. ძალიან მაგარი მსახიობი. უამრავი თეატრალური როლის შემსრულებელი. ნუ კინოროლებზე აღარაფერს ვამბობ. უბრალოდ არც კი მინდა მისი ბიოგრაფია უბრალოდ წავიკითხო, ესე შემიძლია თავად გვერდით გადავდო და სცენაზე უხმო კაცს, რომელმაც პირადად მე და ბევრ ჩემისთანაც ბავშვობა გაულამაზა. იმიტომ რომ ჩვენი ბავშვობა მაშინ ეკრანიდან ლამაზდებოდა. ეს კაცი არის ბატონი გოგა ბიბინაშვილი. ბატონი გოგა ბიბინაშვილი. და ბევრი რამისთვის სამართლობელი მან გადასახდელი ბატონ გოგას. მარტო 26 წლის იმ ჩახუტებისთვის, რაც ჩემ შვილს აჩუქე სპორტის სასახლეში 10,000 კაცის წინაშე, იმიტომ რომ ეს მას დაამახსოვრდა. ეს იყო მე ვიდეო პირდეც მაგ აღბეჭდილი 2001 ზუსტად ამახსოვს. და ეს როგორც მამისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ღირსეული მამობა არ ნიშნავს მხოლოდ ბავშვის გაზრდას. ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით, ყველა სათითაოდ ვინც აქ არ აღსდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. და მადლობა ბატონო გოგა, არა მხოლოდ იმ როლებისთვის, არამედ აი იმ ურთიერთობებისთვის 1996 წლიდან რო აწარმოებთ იმ თაობასთან, რა თაობასაც აწმყოში ვეფერებით ჩვენ ალბათ ცოტა წარსული ადამიანები მომავალში რომ უნდა გაიზარდონ მაგარ ბიჭებად და გოგოებად. ისეთ ბიჭებად და გოგოებად სხვათა შორის რა. ბიჭებს გოგოები რო შეუყვარდებათ და გოგოებს ბიჭები. აი ესეთ ქართველებისთვის ჩვენ ისე ცნობისთვის, ეს ისე. მიკროფონი თქვენია ბატონო გოგო. უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით დავსახელდით და საერთოდ არ მიუნია, არ მიბრძოლია ჯილდოსთვის, მაგრამ აი ეს დღეს ეს
ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით დასახელება მაინც სიამაყის ნიშანია, რომელიც დიდი მოქმედებს და ძალიან დიდი მადლობა ამ არჩევნისთვის თქვენ ყველას, თქვენს უბრალოდ დღეს ცოტა აღელვებული ვარ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ გაგვიძლია ის მებრძოლად კითხული, რომელიც ჩემ ვერსს მსმენელად ახლავს და აი ამ დროს სამ ძალიან უთანხმოა გძნობ ესეც საქმე ვინ და ყველა ჯილდოს გიცი ეს დიდი სიყვარული საკითხია ეს მეფერთელად ვისემა მოდრეკა და დიდი სიყვარული მოთქვენია ასე ვთქვათ შერჩევისთვის იმისთვის რომ მეგობრები ადამიანების გვერდით და ესე იგი ბატონო გოგა, მე რატომ მინდა იცი კიდე ერთი ჩართვა გავაკეთო, ჩაგეკრებით თუ ჩაგეკითხებით, როგორ არის ეს ცნობილი ჩაგეკითხებით ალბათ, რომ იცი რა მსიამოვნებს რომ ხო ერთმანეთს რომ თავდაბლოკით ესაუბრება ეს ხალხი და ერთმანეთს რომ თქვენ მოგმართოთ ძვირფასოვანი მაყურებლებო ეს ის თაობა, რომელმაც ერთმანეთის პატივისცემა იცის და დღემდე თავდაბლოკით ესაუბრებიან ერთმანეთს. მიუხედავად ყველაფრისა, პროფესორთა სხვაობა იქნება თუ რა იქნება, წარმატებლობის ხარისხი მათი, აი ის ადამიანობა, რაზეც მე გადაცემის დასაწყისში ვსაუბრობდი, სწორედ მათ თითოეულ ნათქვამ სიტყვაში ამოიკითხება ხოლმე და აი ის კითხვა, რომელსაც ჯერ კიდევ როდის ბატონი სულნა თვია, კაცია ადამიანიო, დიახ. კაცია ადამიანი და ჩვენ ამას ვაჩვენებთ ამ ყველაფერსო კაცია ადამიანი და ასეთი კაცი ადამიანი დგას დღეს აი ერთ-ერთი აგერ შემოსვლით სხვებთან ერთად რა თქმა უნდა ბატონო გოგა. გოგა ბიბინაშვილი და თქვენი მოწვეული ჯილდოები ამ პატეონსი და გამოდისტავი ვერსიებთან ერთად და ესეც რა თქმა უნდა თქვენი მოწვეული ჯილდოები. აპლოდისმენტებით გავაცილოთ შეიძლება. ეს გოგა ბიბინაშვილი რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ და საგებობ შემთხვევით და ღმერთის მადლობა მინდა უთხრა ბატონ ბესო ჩუბინიძეს და მის ჯგუფს შემოქმედების ჯგუფს რომელმაც დააწესეს ეს შესანიშნავი ჯილდო ნამდვილად და ჯილდო რომელიც თვალსაჩინო ძალიან გამორჩეულია იმ თვალსაზრისით რომ ეს ჯილდო არ მოქმედებს და არ ეკუთვნის იმ ადამიანებს ყოველ ვის რაღაცა წარმატებას მიაღწია წარმატებაში კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი რომ წარმატებაში გააჩნია ვირას გულისხმობს წარმატებას სადავო საკითხია მაგრამ ის რომ პირველში ადამიანი უნდა იყოს და წესიერი უნდა იყოს ერთგული უნდა აზროვნდეს სახელმწიფოებრივა და უნდა იყოს სასარგებლო საზოგადოების ეს ნამდვილად სავალდებულოა ყველას ეს ამიტომ კარგია რომ ეს ჯილდო ეძლევა ასეთ ადამიანებს და ახსოვთ და მიაგებენ პატივს ამ ადამიანებს რა თქმა უნდა გახარებული ვარ იმიტომ რომ ხშირად არის იმედგაცრუება როდესაც ჩვენ ბევრი შეიძლება ცნობილი ადამიანი არ ვიცი რა ხერხებით შექმნილი ეს ყველაფერი ხშირად იმედგაცრუება და ჩვენ ხედავთ რომ არც ისია როგორც ეს გავრცელებულია და როგორც გაიკეთა ადამიანმა სახელი ამა თუ იმ გზით ეს ცალკე სალაპარაკო თემაა ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვიდები და კიდევ იმასაც ვიტყვი რომ კიდევ ის მახარებს რომ ბატონ თემურ ციკლაურის სახელზეა ეს ყველაფერი და რომელიც ჩემი დიდი მეგობარი იყო ჩემ მეგობრობდით ამიტომ და ხასოს რომ თემური ნამდვილად ძალიან გულიანი და ძალიან კარგი ადამიანი იყო ის სიმღერაც რომელიც მე კიდევ გამოვიდები და ვიტყვი რომ ბატონ კომპოზიტორ თემურ მაისაშვილის სიმღერა მურმან ლებანიძის ლექსზე შექმნილი სიმღერა რომელიც აღდგა იქაც იგრძნობოდა ბატონ თემური როგორ გულით ღერის თავის ქვეყანაზე ამიტომ ეს კიდევ დასაფასებელია ძალიან და თემურის ხსოვნა და არ დავიწყება ყოფილიყოს და პლუს კიდე ჩვენი უწმიდესის გარდაცვალება რომელიც ჩვენ დღესაც განვიცდით ყველანი ეს ჩვენი უდიდესი დანაკლისი რომელსაც ასევე მაკავშირებდა ახლო ურთიერთობა უწმიდესა უნეტარესთან და ეს იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი წინუძღვა და სულიერი მამა და ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვიდები უღრმესი მადლობა ასეთი ჯილდოსთვის და ეს ბევრი ჯილდო მაქვს ძალიან სახელმწიფოებრივი და როგორც გიტარის მაგრამ ეს ჯილდო დაიკავეს განსაკუთრებულად იმიტომ ამას სხვა მნიშვნელობა აქვს ამ ჯილდოს და ამიტომ კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონ ბესოს და თქვენ ყველას მადლობელი ვარ უფალო
მადლობელი ვარ ჩემო საქართველო, ჩემო მაყურებელი. კაცი ბედნიერია მაშინ, როდესაც თავის საქმეს აკეთებს და რისთვისაც ის შეწირულა. 65 წელიწადია ჩემს საქმეს ვემსახურები, ჩემს ხალხს ვემსახურები და უფალსად ხო კიდე მომწეს ძალა, რომ ბოლომდე დავიხარჯო ჩემი ერის, ჩემი ხალხის სიყვარულში. უფალო, აი ეს ჯილდო, რომელიც მე დღეს მივიღე, მინდა მიუძღვნა და მიუძღვენი ჩემს ფრთაგაშლილ არწივს, რომელსაც ფრთები ვერ დაუწეს, ჩემს ჟიული შარტავას და უფალო გამინათლე ყველა ის ვაშკაცი, რომელიც სამშობლოს გულისათვის დაიბერდლა და სამშობლოს დიდი სიყვარული წაიღო ამ ქვეყნიდან. უფალო, მე ვიტყვი ახლა ჩემი პატრიარქის ლოცვას, რომელმაც დაგვიტოვა ყოველთვის და გვახსოვდეს ჩვენი ქვეყანა. მიყვარხარ საქართველო, მიყვარხარ საქართველო, მიყვარხარ საქართველო. ამინ.